დავიწყოთ ოპოზიციური ალიანსის შემადგენლობაზე საუბრით. ეს ალიანსი, როგორც ამ გაერთიანებას ჰქვია, აერთიანებს 9 პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას. აქ შედიან ნაციონალური მოძრაობა, ახალი გირჩი მეტი თავისუფლებისთვის დროა, ევროპული საქართველოს სტრატეგია აღმაშენებელი, ფედერალისტები, თავისუფლების მოედანი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ეს არის შემადგენლობა და ამ პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ეს არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების პარტიები არ დაკარგავენ საკუთარ იდენტობას. ეს გაერთიანება არ ნიშნავს ერთიანობას საერთო სიის თუ საერთო ნომრის გარშემო არჩევნებისთვის, არამედ ეს არის ერთობა, სადაც განსხვავებული პარტიები ერთად იმოქმედებენ საერთო მიზნების შესასრულებლად. მიზანი კი ბუნებრივია ქვეყნის შიგნით ხელისუფლების დამარცხება, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების მიღწევა და გარდა ამისა ამბობენ, რომ მათი მიზანი იქნება ბრძოლა ქვეყნისთვის ევროატლანტიკური კურსზე დასაბრუნებლად. ასევე ოპოზიციის ალიანსი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რადგან დასავლეთი მოელის, რომ ქვეყანაში შეიქმნება ძლიერი ალტერნატივა ქართული ოცნების და სწორედ ამ ალტერნატივის დემონსტრირება იქნება 9 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება საერთო სტრატეგიის გარშემო და მოელიან, რომ საერთაშორისო პარტნიორების წნეხი ქართულ ოცნებაზე ახლა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. შესაბამისად, ოპოზიციის ალიანსი ახლა იწყებს საერთო მიზანზე მუშაობას. სავარაუდოდ ჩვენ ვნახავთ მათ საერთო მოქმედებას ამ მიზნების შესასრულებლად. ამბობენ, რომ შეხვდებიან საქართველოს მოქალაქეებსაც და ბუნებრივია ამ საერთო ფორმატში მათ ექნებათ შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთანაც. მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ პარტნიორებისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვისაც არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი უყურებდნენ პრინციპულ, პროდასავლურად განწყობილ პროფესიონალებს, წესიერ ადამიანებს, რომლებიც ერთიანად გეგმავენ სამშობლოს გადარჩენას და იმარჯვებენ. ეს არ არის განაცხადი ერთიან სიაზე, ეს არ არის განაცხადი ერთ პარტიაზე, ეს არის განაცხადი ერთიანად მოქმედებაზე და ერთად გამარჯვებაზე. არის უპირველეს ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შევიკრათ როგორც ძლიერი ალტერნატივა ივანიშვილის რუსული რეჟიმის საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის მთავარი ამოცანა და ბუნებრივია ასევე საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები ამას ყოველთვის მიესალმებიან და ამაზე საუბრობენ ძალიან დიდი ხანია. დასავლეთისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დამაჯერებელი ალტერნატივის ნახვა. და მე ვიტყოდი, რომ ახლა საშუალება ექნებათ, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ დემოკრატიული ოპოზიცია არის ერთად შეკრული იმ მიზნით, რასაც ქვია საქართველოს დაბრუნება დემოკრატიული თავისუფალი ქვეყნების ოჯახში. ამ ტიპის ალიანსი აქამდე არ არსებობდა. ეს ალიანსი ეფუძნება შინაარს, ეფუძნება თანამშრომლობის წესებს, ეფუძნება ერთიან სტრატეგიას. ეს არის შერწყმა პარტიების, ეს არის განსხვავებული პარტიების, ისე როგორც ჩვენ საზოგადოებაში არის განსხვავებები სხვა ადამიანებს შორის ბევრ საკითხში, მაგრამ უდიდესი ნაწილი ერთიანდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის საფრთხეს წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და როგორი ქვეყანა გვინდა რომ ჩვენი ისტორიული ადგილი დავიბრუნოთ თავისუფალ სამყაროში. ეს არის ერთადერთი გზა საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს შიგნით ადამიანების თავისუფლების დასაცავად. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, როცა ამ ტიპის ჩარჩო იქმნება, დაგეგმილი არის ერთობლივი შემდგომი ნაბიჯები, დიდი სამუშაო გვაქვს გასტარებული მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად. ეს ოპოზიციის ალიანსი აერთიანებს 9 პოლიტიკურ პარტიას, თუმცა ისინი ამბობენ, რომ კარი მათთვის სხვა პარტიებისთვისაც არის ღია და არ არის გამორიცხული ამ პროცესში ამ ალიანსის გამსხვილება, რადგან მათთან ერთად გუშინ არ მდგარან სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები. ლელო ძლიერი საქართველო ამ ალიანსს არ უერთდება, ასევე უარს ამბობს გიორგი გახარიას გუნდი, ანა დოლიძის პარტია. ლელომ თქვა, რომ ისინი პოზიციონირებას გააგრძელებენ როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, პოლიტიკური სუბიექტი, რომ ერთიანობა არ არის თვითმიზანი. გიორგი გახარიას პარტია კი ამბობს, რომ ასეთ გაერთიანებას არ განიხილავდნენ და არც მომავალში განიხილავენ, თუმცა პოლიტიკური ალიანსის წევრები გვეუბნებიან, რომ ისინი პატივს სცემენ მათ პოზიციას, თუმცა ამბობენ, რომ თუ კი გადაწყვეტილება იქნება შეცვლილი, ბუნებრივია ალიანსის კარი მათთვის არის ღია და შესაბამისად არიან მზად, რომ ითანამშრომლონ მათთანაც, ვინც გუშინ ამ ალიანსის შეხვედრაზე არ ყოფილან. მე პატივს ვსემ თითოეულ ყველას არჩევანს, გამოვყოფ რა თქმა უნდა ლელოს შემთხვევაში იგივე ანადოლის
ყველას ვცემ პატივს, მე პატივს ვცემ მამუკა ხაზარაძეს, პატივს ვცემ ბადრი ჯაფარიძეს, ყველა ამ ადამიანს, იმიტომ რომ მათ საკუთარი, მოდი ასე ვთქვათ, დიდი, ასე ვთქვათ, საკუთარი ცხოვრება დადეს ფაქტობრივად თავის ჩვენი ქვეყნისთვის და მე მინდა რომ მათთან ერთად იყოს მათ შორის ეს დიდი პროცესი, რომელიც დიდი თანხმობისკენ მიგვიყვანს. ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, შეიძლება მათ განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ, მაგრამ მე ვაფასებ ყველას აზრს. ჩემთვის ერთადერთი პრობლემა, პირდაპირ ვამბობ, არის რამდენიმე რეალობას მოწყვეტილი ოცნების ლიდერი, რომელიც აპირისპირებს, რომელიც მუდმივად იტყუება და რომელიც ნგრევით არის დაკავებული. რაც შეეხება ლელოს თუ ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ პარტიებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ამ ოპოზიციის ალიანსის კარი, რა თქმა უნდა, არის ღია. ჩვენ ვრჩებით კოორდინაციაში ყველა იმ პროდასავლურ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელსაც ამ ქვეყნის მომავალი ევროკავშირში და ნატოში წარმოუდგენი, არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ ბუნებრივია რომ ვითანამშრომლებთ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი შეხედულების შესაბამისად, რომ ამ ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის, მომავალში შევძლებთ მათთან ალიანსის ფორმატში თანამშრომლობას. როცა ჩვენ ცალკე პოზიციონერებთ, ცალკე ხვდებით მათ, ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებით, მაგრამ საერთო აი ამ პლატფორმას, ამ ალიანსს ხო, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ექნება, უფრო დამაჯერებელი ექნება და გაცილებით უფრო დიდი განაცხადია გამარჯვებისთვის. პარტიების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო გუშინ შედგა, ვნახეთ შეხვედრა და შემდგომ უკვე განცხადებები მედიასთან. ახლა უკვე კონკრეტული ნაბიჯები უნდა ვნახოთ ამ პარტიების მხრიდან. ისინი საერთო მოქმედების წესებით იმოქმედებენ და ბუნებრივი ახლა დაიწყებენ ერთობლივ მუშაობას საერთო მიზნებზე. ამ გაერთიანებას, ასეთ გაერთიანებას მიესალმება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, სახელისუფლებო პარტია თავიდანვე ცდილობდა ამ პარტიების დისკრედიტაციას. ბოლო დღეებში პოლიცსაბჭოს განცხადებაშიც კი ახსენეს ოპოზიციის ერთიანობა, როგორც ალტერნატივის ჩვენება დასავლეთისთვის, რომ ქვეყნის შიგნით არსებობს ქართული ოცნების ალტერნატივა და ბუნებრივია სამომავლოდაც იქნება საქართველოს ხელისუფლების სამიზნე ქართული ოცნება. ციხიდან გამოეხმაურა ამ გზავნილს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. დროას ლიდერი ამბობს, რომ პირველ რიგში ჩვენი ხალხისთვის და აგრეთვე მსოფლიოსთვის იმის ჩვენება იქნება, რომ საქართველო არ არის ბიძინა და ეს არა კომენტარებით, არამედ საქმით უნდა ვანახოთ და ბუნებრივია ამ გაერთიანებას ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა ციხიდან აქვს.